პირველი დავიწყებ მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს სამწუხაროდ ეს დაჭერები არ გაჩერდება იქამდე სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში და ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზავთ? სანამ ქართული ოცნება გვყავს ხელისუფლებაში, მუდმივად გაგრძელდება ეს დაჭერები. ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დაჭერებს და მაგალითად ეხლა რკინიგზასთან დაკავშირებით ვიცით რომ რაღაც ბრიფინგი იგეგმება პროკურატურაში ამასთან დაკავშირებით ჩვენს გვაქვს გარკვეული ინფორმაცია უბრალოდ არ დავასწრებთ გამომდინარე იქიდან რომ რაღაცეები არის კიდევ დასაზუსტებელი და შემდეგ არ დაგვიწყონ მოდავება რომ რაღაც სახელების და გვარებში ცდომილება არისო ხოლო რაც შეეხება ხელბურთის ფედერაციასთან დაკავშირებით ხელბურთის ფედერაცია არ არის ერთადერთი რომლის აუდიტის რკინიგზაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაქვთ გარკვეული ინფორმაცია? კი, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება უფრო დიდი და ღრმა პროცესი იყოს და ამის შესახებ გაიგებს საზოგადოება, აი რამ მინიშნების სახით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი კორუფციული საქმეები რკინიგზასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ ვიცით ეხლა რომელი საქმე რა მიმართულებით მუშაობს პროკურატურა. ამიტომ არ დავასწრებთ მოვლენებს. რაც შეეხება ხელბურთის ფედერაციაში, ხელბურთის ფედერაცია არ არის პირველი და უკანასკნელი, რომელზეც რაღაც ასე ვთქვათ კრიტიკული დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმა. ეხლანდელი ხელმძღვანელი ვინც არის აუდიტის სამსახურის, ეს ადამიანი წლების განმავლობაში და იმ წლებში, როდესაც ესეთი დარღვევები ხდებოდა, იყო გენერალური პროკურორის მოადგილე. დღეს ვინც არის აუდიტის სამსახურის უფროსი. 96 საქმე აქვს გაგზავნილი აუდიტის სამსახურს გამოსაძიებლად. მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული და არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი. ეს არ არის მანიშნებელია. ეს მანიშნებელია იმის რომ ეს ინტერესიც რაღაცასთან დაკავშირებულია. ხო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ასე ვთქვათ თანხმობა არ იყო მაშინ, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ, რომლებსაც მართლა სერიოზული გადაცდომები აქვს და რომელიც დაადასტურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. ხო, ეხლა მის კვალიფიკაციაში არავის ეჭვი არ ეპარება ამ სამსახურის და ამიტომ გამოსაძიებელი არის და დასაკავებელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომლებმაც ფული მოიპარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თქვენ ეხლა გაინტერესებთ მივა თუ არა ყველამდე ეს? რა თქმა უნდა, უნდა მივიდეს. ეხლა მხოლოდ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ეხლა დააკავეს და ჩვენ გვეუბნებია, რომ თურმე რაღაც ბარათი ქონდა დამზადებული, რომლიდანაც ასე ვთქვათ, ეს პირდაპირ ქეშად გამოქონდა თანხა. და ჯამში ბიუჯეტი, იმდროინდელი ბიუჯეტის ნახევრად. ეს თანხა თვითონ პროკურატურამ აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფო საბიუჯეტო თანხა. ანუ ხელბურთის ფედერაციას მისი შემოსავალი არ აქვს. ანუ კომერციული ორგანიზაცია არ არის და მისი საკუთარი შემოსავალი არ აქვს. ანუ სრულად საბიუჯეტო ასე ვთქვათ დოტაციაზე არის. ეხლა მაინტერესებს იმ პერიოდში მინისტრი იყო ბატიაშვილი და მინისტრი იყო ჩხენკელი. ანუ ამ ადამიანის პასუხისმგებლობები სად არის? ანუ ეს ხალხი ფულს ურიცხავდა და წარმოიდგინეთ, რომ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამ ფულს იპარავდა. სად იყო სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური? ანუ რატომ არ კონტროლდებოდა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა? ანუ სანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს გეგმიურად ხელბურთის ფედერაციას, მანამდე უნდა ამოწმებდეს სამინისტრო, რომელიც ფულს ურიცხავს. ანუ პირველ პირებთან დაკავშირებით. პირველ პირებთან, ხო, რა თქმა უნდა. თქვენი ინტერესია რომ ძიება ამ ადამიანების რა თქმა უნდა, ძიება უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ეს ფული ანგარიშზე როგორ მოხვდა ხელბურთის ფედერაციის ანგარიშზე. ანუ გადაირიცხა განათლების სამინისტრო, მაშინ განათლება, კულტურა, სპორტი იყო ერთად. გადაირიცხა ამ სამინისტროდან და შემდეგ სამინისტრომ რო ფული მისცა, რატომ არ გააკონტროლა ეს ფული? ანუ აქ არის მთავარი კონტროლი. ის რო ეხლა ვიღაცა twin გაცხელებულს მოუნდება ბიუჯეტიდან ფულის წაღება, ანუ ესე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბიუჯეტიდან ერთმა 400.000 წაიღოს, ბიჭიკო პაიგიძე 6 მილიონი წაიღოს, ვიღაცა კიდე, საქვია, ჟღენტმა 400.000 წაიღოს. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტზე ვისაც მიუწვდება ხელი ნებისმიერ თანხას ხსნიან და მიაკ. ისე რომ მას მაკონტროლებელი 2019 წელზე 2019-2021 წლის შემთხვევაში, ანუ რაღაც წლების განმავლობაში 19-20-21 წლები არის, ანუ წლების განმავლობაში კი ბატონო, აი ამ წლებში მინისტრები იყვნენ ჩხენკელი და ბატიაშვილი. შესაბამისად, ფულს რო აი სახელმწიფო ფული რო აიღო ბიუჯეტიდან და გადაურიცხა
ამ ფულის ხარჯვითი ნაწილი რატომ არ გააკონტროლა? ანუ მათი მოვალეობა რა არის? იმაზე რა ქვია, გახსნაზე სიარული, გვირგვინების დადება და ლენტის გაჭრა, ანუ მეტი მინიტრს არაფერი არ აქვს ვალდებულება? ბესო, ჩვენ ამ პერიოდულად ეხა ისევ იმ საქმეზეც მინდა ერთი კითხვა მოვასწრო და დაგისვა ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს აქედან გამომდინარე. აი მხმავრიან საქმეზე ეს ჩხრეკები და ის სურათი, ის კადრები და მასალა რაც ნახა საზოგადოებამ. ხო, აი გასული არაერთი დღე და განელდა აკითხვები იმ საქმეებზე, რაც ნახა საზოგადოებამ. დღეს სხვადასხვა ვკითხულობდი ერთ-ერთი ექსპერტის ინტერვიუს, რომელიც ამბობდა, რომ ძალიან მაღლა აწიეს თამასა, იგივე ამ სურათის ჩვენებით საზოგადოების წინაშე და რა პროცესი უნდა ვნახოთ ამის შემდეგ. ხო, ან ვიღაც უნდა ვთქვათ გამტყუნდეს, ან ვინც დაადო ხელი ვთქვათ, იმან რაღაცნაირად ამ პროცესში უკან დაიხიოს, ან რაღაც უნდა დაერქვას, შეიკრას ეს წრედი. აი რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ და რას უნდა დაელოდოს საზოგადოება? ეხა ეს დღეები რას ეძღვნება, ეს თქვათ სიჩუმე? ხო, ეხლა სიჩუმე რას ეძღვნება, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ ღარიბაშვილის სახლი რო გაჩხრიკეს, კიდე ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, მათთან დაახლოებული ადამიანების სახლები გაჩხრიკეს, ამოიღეს 7 მილიონი, ამოიღეს კიდევ ლარი, კიდევ ამოიღეს ევრო, ასევე ამოღებული არის დიდძალი რაოდენობით ქონება, ამას გარკვეული სახელი უნდა დაერქვას და თვითონ პროკურატურამ თქვა რომ გრძელდება გამოძიება და გეტყვით, ანუ ამ 7 მილიონის წარმომავლობას, ანუ ფიზიკურად სხვა გზა აღარ აქვს ამ ადამიანებს, უნდა დააკავონ ეს ადამიანები. სხვა უბრალოდ ფიზიკურად ახლა ღარიბაშვილის სახლიდან 7 მილიონი ამოიღეს და ვის დააკავებენ? კანცელარიის ადმინისტრაციის უფროს? ანუ ხო, ანუ ვიღაცა ხო უნდა დააკავონ და ღარიბაშვილის სახლი გაჩრიკეს და რას იზავენ, აბა ვის დააკავებენ? მთავარ სპეციალისტს დააკავებენ, რომელიმე სამინისტროსას? ღარიბაშვილმა ლილუაშვილმა ამ ადამიანებმა ბესო დარჩება თუ არა რაღაცა ის სტრუქტურის ეფექტურობის დამტკიცებად მხოლოდ, ხო? არა, ვერანაირი ეფექტურობა, არა, რომ მუშაობს გასაგებია, სახში შევიდა, გაჩრიკა, ფული ამოიღო. ანუ საიდან მოხდა ეს ფული? აი შემდეგ ვთქვა. არ არის ეგ ეფექტური მუშაობა. ეფექტური მუშაობა არის, როდესაც თანხის წარმომავლობას დაადგენ, როდესაც დამნაშავეს დააკავებ, როდესაც საქმეს გამოიზიებ, როდესაც ერთ ადამიანს, როდესაც არის გაკეთებული, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით, ხომ ისე ერთ ადამიანს იმ ძალიან დიდი 2 მილიარდის გათეთრებაზე რა მოხდა და როგორ განვითარდა პროცესი. ყველა ამ საქმეს უნდა მოყვეს გაგრძელება. სხვა შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ ბრიფინგები ბრიფინგისთვის და კიდევ უფრო უარესი იქნება ამ ხელისუფლებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რა თანამდებობაც არ უნდა ქონოდა, მარტო 7 მილიონს ვერ იშოვიდა, მას ყავდა თანამზრახველები, ქვევით, გარკვეულ თანამდებობებზე, მინისტრებად, მოადგილეებად, დეპარტამენტის ხელმძღვანელებად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები უნდა გამოიკვეთონ, რომლებმაც ფული მოიპარეს, ანუ ღარიბაშვილი კი არ იპარავდა ამ ფულს, ღარიბაშვილთან წილი მიდიოდა, მას ჰქონდა მწვანე ანთებული, რომ მის საქვია ქვეშემდომებს ფული მოეპარათ. აი მაგალითად როგორც ჯვანშერ ბურჭულაძეზე. ხო, ჯვანშერ ბურჭულაძემ ჯარს მიყიდა ძვირად აპარატი, რომელიც იმაზე იაფად იყო შესაძლებელი, რომ ეყიდა თავდაცვის სამინისტროს, ანუ ჯარისკაცებს მოპარა ფული. ეს ხო ძალიან მარტივად ახსნადი არის. ესეთი განცდა, როგორც აი წლების განმავლობაში ამ კორუფციის საკითხების მკვლევარს და უფრო მეტი ინფორმაციის მქონეს, რომ რაღაც აი შესაძლო მინიმალური ინფორმაცია, ვთქვათ, აი ამ სქემებზე და კორუფციულ სქემებში მონაწილე პირებზე მიდიოდეს საზოგადოებამდე, მაგრამ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბზე არის საუბარი. აი რას იგებს, რა მიდის საზოგადოებამდე, აი რას და რატომ იგებს, აი მაგალითად ჩვენ რატომ გაგვაგებინეს, რომ 2 მილიარდის გათეთრება მოხდა, ხო? აი ხო, რო არ ეთქვათ, შესაძლოა კიდევაც რაღაცა გზებით გამختار იყოს ცნობილი, მაგრამ რაღაც კონკრეტული ინფორმაციას თვლის კონკრეტული პირები თვლიან, რომ უნდა მივიდეს საზოგადოებამდე. მოდი პირველ უკან რას ხედავ? კი ბატონო, მოდი პირველი დავიწყოთ ის, რომ ქართულ ოცნებას ეხლა რაღაც უნდა შეეთავაზებინა უკვე ამ არჩევნებზე. ანუ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს, ძალიან დიდი პრობლემა აქვს არაღიარება, დიდი პრობლემა აქვს აქციებთან დაკავშირებით და დიდი პრობლემა აქვს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მან შიგნი გუნდში რაღაცები უნდა აკეთოს. ქართულ ოცნებას ამორჩეველი არ ემატება, ქართულ ოცნებას ვინც ყავს, ისიც უნდა, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის სახლების ჩხრეკით მან გზავნილი გაუგზავნა მის გუნდის წევრებს, რომ არავინ იფიქროს მათი გუნდიდან წასვლა, ან რამე ინფორმაციის გატანა, ან რაღაცა მსგავსი.
ხოლო რაც შეეხება იმ ფულის გათეთრება მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში და რაღაცა წირი ინფორმაციასაც ვფლობთ ის რომ ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს პროკურატურის ინფორმაცია, ანუ საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა აღნიშნული ინფორმაცია გაევრცელებინა. იქიდან გამომდინარე რომ ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩადენილი დანაშაული, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული, ეხება ფულის გათეთრებას. ამ საქმეში არ არის მხოლოდ საქართველო, ამ საქმეში არის სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყანა და შესაბამისად იძულებული გახდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რომელმა ქვეყნებმა იციან ამ ფულის გათეთრების შესახებ. რაც შეეხება მასშტაბები არის ძალიან დიდი, რა ფულიც არის მოპარული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან აი დღემდე 50 მილიარდი ლარის ელექტრონული ტენდერი აქვს ჩატარებული და 13 მილიარდი ლარის ერთპირთა მოლაპარაკებით აქვთ კონტრაქტები გაფორმებული. და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აი ამ 63 მილიარდ ლარში 2 კონტრაქტი გადაამოწმა. 2 კონტრაქტი და 6 მილიონი არის უკვე მოპარული. ერთი ეხება ბიჭიკო პაიკიძეს და მეორე ეხება ჯვარშერ ბურჭულაძეს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებები რა ეტაპზე არის, ხო? ჩვენ ბიჭიკო პაიკიძის მსგავსად ხო კიდევ ერთი შეპესე დააკავეს, რომელმაც ფული წაიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს შეპესეები გასაგებია და კონტრაქტორი კომპანიები, მაგრამ ვინც ეს უნდა გააკონტროლოს? ანუ ის ადამიანები, საჯარო სამსახურში მომუშავეები, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოადგილეები, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანუ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა არის ეხლა უკვე დასაყენებელი, იმიტომ რომ შემდეგი საფეხური არის ეს, ანუ ამათ უნდა ეკონტროლებინათ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. და ახლა ესე თუ როგორც ხელბურთის ფედერაციიდან 9 მილიონს იპარავენ, იქიდან 6 მილიონს იპარავს, კიდე კარგად გაუძლო სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ ადამიანებს. ამიტომ რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ქართული ოცნება, იმიტომ რომ რუსეთთან წასვლის გარდა ასევე გძარცვავს პირდაპირ მნიშვნელობით ფულს გვპარავს ეს ადამიანები. დიდი